ანუ შენ რო 2 წელი იყავი მაქინდან ჩინეთში ცხოვრობ რა უკვე რა და 92 წელს თუ 13 წელს თუ რაღაც ეგრე წავედი ინგლისში რა და მე 2006-ში შენ ხო 2002-ში ხარ დაბადებული? 4-ში. 4-ში ხო, არა, სწორად ვიტყვია, 2004-ში ხარ ხო დაბადებული? ხო, რა სწორად ვიტყვია რა და მე წამოვედი ჩინეთში და ეხლა ჯუბ, ანუ ეხლა უკვე ვიწერთ რა, მაგრამ ხურდებით რა, სანამ რაღაც მოაზე ხარ პატარა small talk-ი რა და ჯუბ, შენ უყურებდი შენ იმას დაბადების წელს რა. საინტერესო არის ხოლმე რა, ხანდახან რა, ანუ რო გადახედავ იმ წელში რა მოხდა რა, უბრალოდ მაინტერესებდა, იმიტომ რომ რაღაც მაგ პერიოდში მე უკვე ხოვაზე ხარ კოლეჯში დავდიოდი და რაღაცა და მეთქი ვა, ჯუბა არის ანუ 22 წლის ხარ, ხო? კი, ეხლა ხდები 22-ის ოქტომბერში. აუ, დაჟე არა ხარ 22-ის, ხო? და მოკლედ წამიყვანა რა რაღაც ფიქრებში და გადავხედე და აუ რა პერიოდი იყო. მოკლედ ვარდების რევოლუცია ახალი ის იყო მაშინ. პრეზიდენტი ახალი, საქართველოს ახალი ჩვენი 5 ჯვრიანი დროშა მაშინ 2004-ში იყო. ანუ დანიშნეს და ოლიმპიადაზე მოვიგეთ 4 მედალი სიმონ. მათ შორის ზვიადაურმა ჯუდოში რა, ის იაპონელი რო დაამარცხა ხო, გახსოვს ეს გახსოვს კი. გენ ნანახი ხო გეკნება. 4 მედალი ქონდა, მოკლედ მაშინ იყო Facebook-ი ახალი დაწყებული იყო, ასე ხარ, Facebook-ი, Gmail-ი მაშინ გამოვიდა და რა ვიცი რა გახსოვს, აბა მოყევი აბა. შენი დაბადების წელი. უფრო მაშინ ეს ოდნოკლასნიკები რომ მეფობდა. რები მეფობდა? Facebook-ი და რაღაცეები ხო მაშინ იმდენა და ეს ოდნოები რო იყო აძველი ის. MySpace-ი იყო მაშინ რა, კაკრას თუ სხვა რაღაცა იყო, MySpace-ი ერქვა რა. მოკლედ დღეს ჩვენთან არის ჯუბა ბერიძე, ამომავალი ქართველი MMA-ის ვარსკვლავი, დიდი პოტენციალით და მომავლით. ახალი დასრულებული რამდენი კვირა გავიდა? 2 უკვე მგონი? ერკენა 3-დან. 1 კვირა გავიდა. 1? კი, წინა კვირას იყო. და დღეს Fight Hub-ზე არის ჩვენი მეომარი კაცი ბათუმი Fight აკადემიიდან ჯუბა ბერიძე. არ ვიცი შეიძლება სხვასთან მომიწიო ჯუბი მანამდე, მაგრამ მე იაროსლავ ჩოკობოგთან მინდა კამარზე ჩხუბი. I think the security is going to have to do something about it. Best country, Georgia! Let's go, man! დღეს არის ჩვენი 260 ეპიზოდი Fight Hop podcast-ზე და უბრალოდ შევახსენებ ყველას, რომ Fight Hop-ი არის პირველი დამოუკიდებელი ქართული შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple-ზე, Spotify-ზე. გამოგვიწერეთ, დაგვიჭირეთ ხარი და დარჩით ჩვენთან. ჯუბ, როგორ ახარ? მორჩა, მადლობა. კარგად, თქვენ როგორ ხართ? მიხარია, მადლობელი ვარ. შენზე დიდი ხანია ვიცი რა, ანუ რა თქმა უნდა, არა მარტო ხვიჩასგანაც შენი ბრძოლებიც ნანახი მაქვს და გილოცავ რა, ამ ბოლო გამარჯვებით დაბრუნებას, ძალიან დომინანტი მაგარი ბრძოლა აჩვენე. ფინიშით პირველ რაუნდში უძლიერესი იყო და გილოცავ, მაგრამ გაგვახარე რა. აი ხარეთ, მადლობა ძალიან დიდი. ჯუბ, როგორ იწყება ხოლმე შენი ვიკენდი რა? ვიკენდზეც ვარჯიშობ თუ როგორ ატარებ ხოლმე დროს? დღეს არის კვირა, ჩვენ რო ვიწერთ რა, კვირა დღე არის და რიცხვი არის 24 მაისი და როგორ ატარებ ხოლმე დროს ვიკენდზე ანუ რა? ძირითადად რავი, სახლში ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები. მაინდა მაინც რო ვთქვა რამე განსაკუთრებულს ვაკეთებ თქო, ვერ ვიტყვი და ისე სულ ვარჯიშებში რავი თავდაუგზო გავიშრომა.
ვიკენდი დასვენება გამოგდის? კი, დასვენება გამოგდის. ძალიან კაი, ხო. ალბათ კარგიც არის ორგანიზმისთვის, აღდგენისთვის. კი, აბა რა. და დიდი ოჯახი ყავს? არც ისე, ახლა ბათუმში უბრალოდ ცხოვრობ, ისე კახეთიდან ვარ მე, სიღნაღის რაიონიდან. უბრალოდ წასული ვარ ბათუმში, აი 10 კლასიდან წავედი. მაინდა-მაინც პერსპექტიული სოფელი არ იყო რა, ჩვენ ახლობელმა წამიყვანა, რავი. საიდან და ჩადიხარ ხოლმე ისე იქითაც? კი, ახლა ვიყავი იქ უშინ წინ და წამოვედი დღეს თბილისში ვარ, ბრუნდები ბათუმში უკან დღეს. ეხლა თბილისში ხარ? ხო, ახლა მაგასთან ვარ თბილისში და ჩემო თბილის ქალაქო. ბათუმში აწვევი, ხო? კი, ხვალიდან ისევ ვარჯიშები ფორმაში უნდა ვიყო. სულ რა. ძალიან კაი. ჯუბ აი მაშინაც რო დამთავრდა რა, შენი ბრძოლა პირველი კითხვა რაც მოგაწოდეს რა. დაახლოებით იგივე კითხვას დაგისვამ, ანუ როგორი გზნობა იყო, ანუ ესეთი რთული მარცხის შემდეგ რა, ესეთი პერიოდის გამოვლის შემდეგ მერე ყენას 3-ზე დომინანტი ფინიშით გამარჯვება რა. არ ვიცი რა, ეხა კითხო რო დამისვე, აი ჟრუანტელმა დამიარა ტანში. ემოციებს ვერ აღწერდი მართლა რა, ვერც გამოვხატე ემოციები რა. მაგრამ ისე მზად ვიყავი რა მაგ ჭუბისთვის. არასდროს არ ვყოფილი ვარ აი ესეთი მოტივირებული რა. ძალიან ისეც არ ვიღებდი რა მაგ ბრძოლას, მაგრამ აი ჩემთვის ასე რომ ვთქვათ, გადამწყვეტი იყო რა. ბრძოლაზეც შვიდად გავედი დალაგებულად, რამაც ძალიან მაგრად დამეხმარა რა ბრძოლაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოფილა ეგ. და რაღაც ისეთი სტრესის მოხსნის გზნობა თუ ქონდა რა. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო შენთვის რა. და რავი, ძალიან დიდი გამარჯვება და ყენაზე რამდენი ხალხის გულშემატკივრებაში რომ გამოხვედი, იქაურობა დაინგრა ხალხის ძალიან დიდი გულშემატკივრობა იყო შენ. ხალხის მხარდაჭერა, რავი, ძალიან ბევრს ნიშნავს რა, ერკენა პირველზე ის მარცხი როცა განვიცადეთ, რავი, ყველა რავი მწერდა და ნუ ასე რომ ვთქვათ, უფრო გაძლიერებს რა ეგ ყველაფერი, ამდენი ხალხი გვერდში გიდგას. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი როლი ითამაშა ხვიჩამ რა. ხვიჩა ფსიქოლოგიურად, მენტალურად ყველაფერში ეხმარებოდა. სულ ჩემს გვერდით იყო, რა ვიცი, მაგის დამსახურებაა, რომ ამ დონეზე ვართ მთლიანი ბათუმის საბრძოლო აკადემია. ხვიჩაც დღეს ვასვენებთ ხვიჩ. Fight Hop-დანაც ის არის, შვებულებაში არის. შვებულება ანუ არ დადეგებზე არის რა, Fight Hop-ზე ვასვენებთ. არასდროს არ უწევს რა დასვენება, აი სულ აი ბრძოლები, აი სულ დავი ჩვენს გვერდით რა. დაყოლილია რა. ბრძოლის დროს, ხო? თუ არ ვცდები, ხვიჩა მაიკ ჩეკისავით აკეთებდა, ჩვენი ხმა გესმისო, გეუბნებოდა, ხო? კი. ხო? ეგ მაგარია. ანუ რო შედიხარ, მერე რო არის კომუნიკაცია რა, იმის ხმას უგესმის, ხო? ხო, აი სპარინგებზეც რა, აი ხვიჩა როგორ კუთხეში რო დგას და ანუ არის მომენტები, რომ ამ სპარინგის დროს შეიძლება რაღაც რაუნდის მომენტში აი წააგო მომენტი რაღაც და აი ხვიჩა რო დაგიძახებს, რომ იდი რა, ეს გააკეთე, აუ უკვე მეხსნება რა, აი ყველაფერს ვაკეთებ, რომ აი რაუნდი მოვიგო რა. შენთან იყო გოჩაც იყო მგონი? კი. კუთხეში ხო? და მესამე კაციც იყო. მესამე ჩემი მამიდაშვილი იყო, აი მაგათ უშემატკივარი, აი სულ ჩემს გვერდით. მესმის აბარა. ეგეც ძალიან მაგარი. მე დაახლოებით ეგეთი მასში ვიყავი რა. ეგეთი კუთხე ვიყავი მე, ხა პროფესიონალი არა ვარ, მაგრამ
ანუ გულშემატკივარი ხო ასე ხარ ძლიერი ყოველთვის გჭირდება რა, მაგრამ იქ რამდენი ათასი ხალხი იყო ყველა გულშემატკივარი შედი. ყველა შედი გულშემატკივარი იყო. და ბრძოლის დროს რა გირჩევნია რომ მარტო ერთი ხმა გაიგო ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან 2 ან 3 კაცი რო რაღაცას ყვირის და რაღაცა თუ არ გაბნევ შენ რა. ახლა ძირითადად უფრო კონცენტრაცია გაქვს შენს კუთხეში ვინც ყავს მარტო იმათი ხმა გესმის თითქმის რა. ახლა გულშემატკივარი რო აიკიჟინებს და რაღაც ეგ სულ სხვა, მაგრამ აი რაც უნდა გიკარნახოს ტრენერმა თუნდაც გოჩამ ვინც მიდგას კუთხეში. ძირითადად კონცენტრაცია გაქვს მათზე რა, მათ ხმა გესმის. ხმა ცალკედ გესმის, ხვიჩას ცალკედ გესმის. მოდი რა ჯერ კიდე სანამ გადავალთ რა, აი მაინტერესებს ანუ ფსიქოლოგიურად როგორ შეძელი რომ ანუ არ გატყდი ფსიქოლოგიურად რა და აი როგორი პერიოდი იყო ის რა, რამდენი ხანი დაგჭირდა რომ შეხვედი ისევ განაგრძე ვარჯიში და აი რა მომენტები თუ იყო ისეთი აი მომენტები თუ ქონდა რა რომ თუ შემოპარულა რა შენში რაღაც ეჭვიან რაღაცა რა საინტერესო არის ფსიქოლოგიური ანუ ვაფშე აი გულშიც არ გამულია რომ აი დანებდე ან რაღაც რა ანუ მაგ მხრივ ძალიან ისე ვიყავი რა პირიქით რა ძალიან მალე დავიწყე აი რო არ შეიძლებოდა ვარჯიშები აი ძალიან მალე დავიწყე რა ტრენერი მეჩხუბება წადი და ისვენი ასე მაგრამ ვერ უძლებდი რა სახში ასე რომ ვთქვა აი სულ დარბაზში გავრბოდი და ფსიქოლოგიურად ანუ იმას ვფიქრობდი რომ ანუ ისეთი მზად ვიყავი რა მაგ ბრძოლისთვის აი ეგ გავარდნილი დარტყმა ანუ რაც მესმის ხო მაგრამ ორე რავი არანაირი შანსი არ ქონდა რა ანუ ეგეთები რავი MMA-ში ხდება მართლა რა ალბათ სპორტსმენისთვის ცოტა ფსიქოლოგიურად ის მოქმედებს რომ ანუ კაი ანუ ვის არ წაუგია რა სოფლიო დონის ბრძოლებიც აგებენ მაგრამ ანუ იმას რაც შეგიძლია რომ ვერ აჩვენებ რა და ისეთ გავარდნილ დარტყმით ცოტა ისეთია ფსიქოლოგიურად ძალიან მაგრა დამიდგა გვერდში ტრენერი გუნდი ყველა რავი დარბაზში რომ მივდიოდი არ გრძნობ იმას რომ ან არ გინდა ვარჯიში უფრო მეტად მოტივირებული ხარ და ეხა მეორე ბრძოლისთვის რომ ემზადებოდი რავი ძალიან მაგარი გვერდში დგომა დარბაზისგან მართლა გეტყობა რომ ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ხარ იმიტომ რომ საერთოდ ეს ბრძოლა რაც იყო ის წარსულში თითქოს კი არა საერთოდ აღარ არსებობდა ის ახალი ბრძოლა იყო და შენ აჩვენე კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ძალიან მაგარი ბრძოლა აჩვენე და მაგარი გამარჯვება მოიპოვე TKO-თ ძირს ხანდახან მიდიოდი ჩოუგზე მე ისევ გადმოდიოდი დრო კაი ანუ სხვათა შორის ანუ TKO ანუ ხო მივდიოდი ჩოუგზე და ანუ თავს იცავდა ძალიან მოკლე კისერი ქონდა რა ვერანაირ მაგრამ ერთ რამეში მაგანას დამეხმარა იმიტომ რომ როცა ჩოუგზე მივდიოდი ყურადღება გადაქონდა რა ის კისერის დაცვა რაღაც და მე უფრო გიმარტივდებოდა ეგ რაუნდი სახეს ხსნიდა ანუ უფრო ხო ხელისთვის მუშტისთვის რაღაც ჰაილაითებს რო აჩვენებენ და რაღაც აი შენი თვითონ აი მარცხის ნოკაუტების რამდენად რთული იყო თუ აი როგორი არის რომ ანუ ერთი ჰაილაითი არის რომ შენი მარცხის და იმას სულ რო ატრიალებენ ანუ ხშირად და აი მაგას როგორ იმას ქენი რა გაუმკლავდი რა აი ანუ რთული არის ალბათ რა რომ უნდა შეხედო ეხა შენ თავს ეგეთ სიტუაციაში ხო უეჭველი ძალიან დიდი პატივისცემა შეენძმაო რა გადალახე ყველაფერი რა respect brother respect და უყურებ ხოლმე ისე ჯუბ ანუ მას შენი ოპონენტების ბრძოლის ყურება გიყვარს ხოლმე ანუ როგორც თვითონ სწავლა თუ უფრო ანდობ coach და teams ანუ რა თქმა უნდა ხა coaches ყველაფერს შეისწავლის მაგრამ ანუ მეც მიყვარს რა ასე რომ თქვა ანუ მინდა რომ
ყველა ბრძოლა ვნახო მისი, რაც თუ აქვს ჩატარებული, შეიძლება იქ რამე დაიჭირო ისეთი, მაგალითად ამ ბიჭის ეხა ვისაც დიახ. მაგის ჩხუბებს რო ვუყურე, ანუ ზუსტად ვიცოდი რა, რომ ანუ რა როგორ უნდა გამეკეთებინა, ანუ ძალიან მაგარი ბიჭი იყო, მართლა არ ველოდი, აი პარტიაში მასეთ რაღაცებს მაგისგან არ ველოდი, ზურგი ისე სწრაფად ამიღო ძმამ, შოკში ვიყავი რა, მაგრამ ძალიან ძლიერი მხარეა ეგ ჩემი, რომ ანუ ზურგს როცა მიღებენ, ანუ ძალიან მარტივად შემიძლია მაქედან გამოსვლა რა. და ამ ბიჭის ბრძოლებს როცა ვუყურებდი, ანუ სულ მიდიოდა უკან რა, მეორე ნომრად მუშაობდა და ანუ ჩემი სტილი, აი ზუსტად ეგ ანუ არის ჩემი პლუსი, რომ როცა ჩემი მოწინააღმდეგე მეორე ნომრად მუშაობს უკან იხევს, უფრო მარტივია რა, მაგასთან ჭიდაობაც და დგომში ჩხუბიც როცა უკან იხევს რა. სიმართლე გითხრა, არ ველოდებოდი პირველ რაუნდში რომ ასე მარტივად დანებდებოდა, ცოტა ისე გამძლე ბიჭი იყო. პირველ რაუნდში უნდა გამეწურა ჭიდაობაში, ცოტა პრესინგი რაღაც და მეორე რაუნდში მინდოდა რომ დგომში გამელახა, მაგრამ ეხლაც მოხდა. აუ დგომშიც აშკარად ძალიან ძლიერი ჩანხარა, ჩემი აზრით რა. ჩემი აზრით მე მგონია რომ შეგეძლო მაგასთან საერთოდ დგომში რო ყოფილიყავი პრობლემოთ რა. მაგრამ ნუ გეიმ პლანი რაც არის, ის უნდა გააკეთო რა თქმა უნდა. იმას შეგეკითხები თუ რა იყო გეგმა აი იმ პირველ ბრძოლაში, სადაც რა თქმა უნდა არ მოგეცა შანსი რომ გეჩვენებია რა ჩვენთვის რა ის ბრძოლა, მაგრამ დიდი შანსი არის რომ მომავალში შეიძლება მოხდეს რა და გვაჩვენო რა და რა ვიცი ალბათ უკრაინელები შეიძლება გუყურებდნენ და რამე და იცოდნენ ქართულიც ალბათ მაგრამ ხო ნუ გეგმაზე მაინც არ შეგეკითხები მოდი იცი რას ვიზამ როგორ შეაფასებდი რა ამ უკრაინელს ჩოკობოქს როგორც მებრძოლს რა როგორც მებრძოლი რა ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან გამოცდილი რა ძალიან ბევრი ბრძოლა აქვს ჩატარებული მართლა 50 ბრძოლა მხოლოდ ანუ სამოყვარულო ბრძოლა აქვს ჩატარებული და 16-მდე უკვე პროფესიონალებში ძალიან გამოცდილია მაგრამ ანუ 1000% ვარ დარწმუნებული რომ მაგასთან კიდევ რომ მომიწევს ბრძოლა აი სულ სხვანაირად იქნება ყველაფერი არც ვეცდები რომ მალე დავამთავრო ბრძოლა მინდა რომ ბოლომდე ვუტყვა ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება მე წარმომიდგენია ეს ბრძოლა რომ დაინიშნება რაი ჩათვალე რკენა 6 ან 5-4 მნიშვნელობა არ აქვს რა როგორი ჰაიპი იქნება ამაზე რა აუ ძალიან დიდი ჰაიპი იქნება ხო მანამდე ახოთ 1-2 ჩხუბი კიდე რო ვიჩხუბო კაი იქნება ჩემთვისაც რა მე მგონი სიმართლეს გეტყვი მე მგონია რომ ეხაც შესაძლებელი არის რა იმიტომ რომ ის წამსვლელი არის და რო თქვას კიო მე მგონი გავიგე რომ თქვა რომ მოდიო ბაზარი არ არისო მაგასაც უყვარს ახლა ეს სტორი ლაინი რაღაც ხოვაზე ხარ რა ხალხის ყურადღება და რაღაც რა ხოვაზე ხარ მგონი მე ეგრე რო დავაკვირდი მეთქი ეს უკვე იძახის ბაზარი არ არისო და ეხლა გავი ახ მაგასთან აი კენას კამარი რო ანუ უკვე ის იქნება რა შეიძლება კამარზე ჩუბი მაგარი ჰაიპი აიწევა და კამარზე გადავიგიდი ძალიან მაგარი იქნება რა ეს რა და მაინტერესებს რა იმიტომ რომ იქ მაშინ რომ შემოვიდა რაღაცა ესე ხელი რო კარი და რაღაც მე თვითონაც რაღაც ჯესტებს გიკეთებდა ხოაზე ხარ ხო ისევ დაიძინებ ხო რაღაც ეგეთი ხო და ანუ ეხა ეს ისე ჩანსო თითქოს bad blood ხო გაგიგია რა bad blood არისო რა და მაგრამ საიდან აზე არა ვარ არა კი როგორ არა ხვდები ორივე ხართ იმინა მებრძოლები და რაღაც მაგრამ არის თუ არა მართლა რა შენი აზრით რაღაც პერსონალურზე რა თქმა უნდა არ არის ხო მაგრამ ანუ ეს bad blood-ი თუ არის რა შენი აზრით რავი ანუ არა გვიქვა ისე ამ სიძულვილით ანუ სპორტია რა ეს ბიზნესია ასე რომ ვთქვა რა უბრალოდ მაგის გამო თორე აი სიძულვილია ისიც სპორტსმენია ისიც როგორც მე მებრძოლია და
ხო და რას გეუბნებოდა მაშინ ინგლისურად თუ უკრაინულად გეუბნებოდა შენ ინგლისურად ებაზრებოდი ხო მგონი ხო გნახავ მეთქი რა ხო კიდე მეთქი და მგონი ანუ ჩემიო პატივისცემაო სისუსტეთო აღიქვაო რა ხო ამანო და და ეგ საიდან ხო არ იცი შემთხვევით ანუ ეგ საიდან მოვიდა რომ ჩემი პატივისცემას ის არ ვიცი მართლა ო პატივისცემაების სისუსტეთ აღიქვა რა შუაში იყო ვაფშე შენ რამე ილაპარაკე მაგაზე ან რაღაცა ინტერვიუში ან თუ აბა საიდან მოვიდა საინტერესო არის რა მოკლედ ახ მაშინ იქ face to face დროშები ხო გამიცვალა და რაღაც პატივისცემა და ალბათ მაქედან გამომდინარე აი ეს ძალიან მაგარი სუპერ ფაიტი არის მომავალში რა არკენაზე რა და რავი აი შენი მთავარი მისია ჯუბრა არის ხა რა უფრო იტყვი რომ ეს კიდე ყველაზე ძალიან ეს რივანჯი თუ ნიშნულობა რა აქვს შემდეგი ბრძოლა შემდეგი გამარჯვება აი რომელს უფრო თვლი მთავარს ანუ რა თქმა უნდა პრინციპული ბრძოლა არის მაგასთან მაგრამ ანუ რო ვთქვა რომ მაინდა-მაინც ან მაგისთვის მივისწრაფი ეგ მინდა არა მოვლენებს წინ არ გავასწრებ რავი ყველაფერი დაალაგდება ღმერთისნებით და რაც იქნება შემდეგი ამ ჩემთვის აზრი არ აქვს ყველაფერს მივიღებ და ჯუბ დიდი მისია რა არის შენი რა თქმა უნდა რავი UFC ყველა ფაითერის ოცნება რავი მაგრამ ჩემთვის ოცნება არ არის ჩემთვის მიზანია უფრო რეალური მიზანი რომელსაც მიაღწევ ამინ მერტის წყალობით რამდენი ხანი გინდა სანამ დაბრუნდები რა გალიაში როდის გონია როდისკენ იქნება რა ეხლა ზუსტად თარიღს არა მაგრამ ანუ ზაფხული თუ უფრო შემოდგომა რომ აი შენთვის იდეალურად რომ როდის იქნებოდა დაბრუნება რა ეხლა დიდი ხანია ეს ერთი კვირა პაუზა დასვენება და всё ხვალიდან უკვე ისევ კემპში მომზადებაში და მაქსიმუმ 2 თვე რა შემიძლია 2 თვეში ჩავატარო შემდეგი და ძალიან ესა იცვლება შენი მომზადება როცა არა გაქვს რა სახელი ჯერ თარიღი არა გაქვს ახლა მხოლოდ სპარინგობ როცა ბრძოლა არ არის დანიშნული სპარინგობ შაბათს რა თავარი სპარინგები რაც შაბათ დღეს ბოლო ვარჯიში ან კვირის ბოლო ვარჯიშის სპარინგები რაცა და ისე კვირაში 3-4 სპარინგს ვატარებ როცა კემპი იმობს და თქვენთან შენი წონის რა 57 ხო და ბევრი მარტო ეგ BFA-ში არ გვიჭირს 57-61-ია ყველა ვართ ამ ბევრი ვართ მართლა უბრალოდ იმეწონები გვიჭირს რა ცოტა და შენი მთავარი სპარინგ პარტნიორები ვინ არიან რავი ბევრი არიან ბიჭები ეხა ვინც გამახურა არის ორგზის საქართველოს ჩემპიონია სამოყვარულო MMA-ში გოჩა ვოლქვაძე რავი კიდე არიან ბევრი ბიჭები ძალიან მაგარი ბიჭები არიან ანუ ეხა რო უყურებ რა შენ წონის კატეგორიას flyweights ქართულად არც ვიცი როგორ უძახიან რა flyweights ხო აქ თავისი სახელი კი პრინავი როგორ არის პრინავი წონა პრინავი ხარ პრინავი წონა ქვია მართლა flyweight fly მაგო ანუ გადაპირდაპირი გადათარული გამოდის ალბათ ხო flyweight და მოდი რას ვიზამცი ჯერ წავიდეთ უკან რა ისტორიაში ცოტა რა როდის გაიგე რომ არსებობდა ეს სპორტი MMA რა და ან როდის უყურე თუ გახსოვს რა მაშინ აი როდის მივხვდი რომ ვა ეს რა არის ეგ მომენტი თუ ეგრე არ არის ის სოფელში რო ცხოვრობდი მაშინ როცა ბათუმში რო წამოვედი აი აზრადაც არ მომსლია რომ აი MMA-ში დავიწყებდი ვარჯიშს რა სოფლიდან წამოვედი უბრალოდ სკოლა სწავლა და ასე შემდეგ მე-9 კლასში ვიყავი როცა გადავედი ბათუმში და ისეც მაინდა-მაინც ანუ სულ ბავშვობიდან ვარჯიშობდი რა ის ჯეიმს ბონდში ხო იცი რა თავიდან შევედი ჭიდაობაზე რა freestyle ხო თავისუფალში მგონი კი თავისუფალ ჭიდაობაზე ახლობელმა შემიყვანა 5 თვე ვიჭიდავე რა
5 თვე და მაინდა-მაინც ახო ისეთი ის არ იყო რა გარემო უფრო ვინც ძველი ბიჭები იყვნენ იქ იმათ ექცეოდა დიდი ყურადღება და ახალი ხარ და არ მომინდა რომ იქ გაუჩერებულიყავი დიდხანს რა ვა ბათუმში არის კიდე არის რა იყო წარსულს ჩაბარდა ერთი დარბაზი მკლები ერქვა თავიდან MMA-ზე მაგ დავიწყეს იარული რა ანუ ცოტა ძალიან ისე დამილაგდა ჩემი კარიერა ალბათ მალეც მომიწია MMA-ის ჩხუბი შეცვლიდა ხო რამდენ ხანში დაახლოებით ძალიან მალე რა ერთი წელიც არ გასულა და მაგ ერთ წელში სამოყვარულო ბრძოლა ჩაატარე ეგრევე ერთ წელში სამოყვარულო ჩავატარე თბილისში იანგვარიორს ჩავატარე და GFC-ში ხო არა თუ კი GFC-ში ჩავატარე სამოყვარულო მე გადავედი ეგრევე პროფესიონალებში რა ჩემი აზრით ერთ-ერთი მინუსი ეგ იყო რა იმიტომ რომ აი გამოუცდელი გადადიხარ პირდაპირ პრო MMA-ში ცოტა ისეთია მაგედან გამომდინარეც აი მაშინ პირველი მარცხი როცა განვიცადე კარიერის დასაწყისში რა ჩაუთვალე რომ ანუ იქ ვერ განვითარდებოდი ისე როგორც საჭირო იყო წამოვედი თბილისში მაშინ ვაფშე აზრზეც არ ვიყავი რომ ბათუმის ფაით აკადემია არსებობდა რა მაგრამ ბათუმში ცხოვრობდი რა თქმა უნდა ხო თბილისში წამოვედი ჩემპიონთა აკადემიაში მივედი ბენო ადამიანს ვიცნობდი მივიღეს ბენო ჩემი ძმა და უბრალოდ დიდი ხანი ვერ გავჩერდი თბილისში რა საცხოვრებელი არა ისე არაფერი სამსახური ანუ როცა სპორტსმენი ხარ პროფესიონალი ორჯერ ვარჯიშობ ანუ ცოტა ისეა რომ სამსახურის თან იმუშაო რა ხერხებ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ორივე ფინანსურად ძალიან გამიჭირდა მაგ ხრივ და წავედი უკან ბათუმში რა ბენო მითხრა ხვიჩაზე ჩემი მაგაცია მიდი მოგაქცევს ყურადღებას და იქედან უკვე ვარ ხვიჩასთან რა საღო ბენო მაგრამ მიყვარს რა და რა ვიცი ხანდახან ახერხებს ხოლმე რა ჩვენთანაც მოსვლას აქ რა და ეხლა ისა ტრაუმების მერე ძალიან მაგრა აი comeback-ს ძალიან მაგრა აწובה რა და სულ აქტიური არის განსაკუთრებით ველოზე დადის რა ბევრს გონი რა ის მუხლის დევნებმეც თვალსში რა ძალიან მაგარია ეგეც ძალიან ეგ არის ჩვენი ერთ-ერთი უძლიერესი flyweight რა ფრინავი და ხო და თქვენ ერთმანეთის გაზდაში დიდი როლი გექნებათ რა შანსი რომ მოგეცეთ რომ ორი ესეთი დონის ჩვენიანები ერთმანეთთან ვარჯიში გაზდა ძალიან მაგარი იქნება რა და მაგრა გამიხარდა რომ ბენო ახსენე რა მოკითხვა ბენოს გელოდებით აქ თმაო ფაითობზე კიდევ ერთხელ შევახსენებ ხალხს რომ ჩვენ ვართ პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple-ზე გამოგვიწერეთ დაგვიჭირეთ მხარი და დარჩით ჩვენთან დღეს არის უძლიერესი მებრძოლი MMA პრო მებრძოლი ჯუბა ბერიძე და საუბრობთ ახლა ამ ეტაპზე გავიგეთ როგორ გაიცნო ჯუბამ BFA-ის არსებობა ძალიან მაგარია ეგ კითხვაში მქონდა რა თქმა უნდა რა ნოტები მაქვს და ეგ რომ ანუ როგორ მიხვედი იქამდე რა ხო და მე BFA-დან პირველი ბრძოლა რომელი იყო შენი რა ანუ BFA-ის ვარჯიში მესამე ბრძოლა იყო თუ მეორე კი მე პირველი პროფესიონალური როცა ჩავატარე გავიმარჯვე მეორე დავმარცხდი და მესამე ანუ უკვე მარცხის შემდეგ გადავედი ანუ ეგრაც მოგიღე ხო ანუ მესამე ბრძოლა გამოდის გონი რა BFA-ში pro fight GFC ეგრეთ ძალიან ცხოველი ბიჭები რა აი რომ მივე სახით მათრევდნენ ყველა აი არაფერი არ ვიცოდი მართლა რა ხვიჩას ვეუბნები არ გამოვა და აი ხვიჩა ხო იცი რა აი ორ თვეში ანუ ძალიან ორი წელი ხო ვარჯიშობდი ის დონე არ მიმიღია აი ორ თვეში რომ მივიღე რა ძალიან მაღლა ვხდი საფეხურით
ანუ მაგარია და ისე ბევრი იძახის მებრძოლი რა ჯუბრო თავიდან რომ შევედიო აო დავიბრიდეო მომკლესო გადამიარესო ხო ასე ხარ და ყოველთვის ყველაზე მაგარი მებრძოლები იძახიან ეგრე რა ხო ანუ ძლიერები თვითონ რა მერაბიც ხო ეგრე იყო იქ რომ მივედიო ალჯომო გადამიარაო თავზეო და მე მებრძოლი მეგონაო თავიო მაგრამ ალჯო მაშინ რო პირველად მივედიო მივხვდი ასე ვიყავი ზუსტად რა VFA-ში რომ მივედი და რა აი ბიჭებს რომ ესპარინგებოდი რა აი სახეს მაძრობდნენ იმენ ყველა მათრევდა მართლა და აი უფრო ანუ ძალიან მაგრამ ისწორდებოდა ეგ ყველაფერი რა უფრო სტიმული იყო რომ ნახე რა მაგარ დონეზე არიან ბიჭები და შენ შეგიძლია რომ იმ დონეზე მიხვიდე და შემეტიც მე ვიცი რა აი ამ ბოლორკენაზე გონი ჩვენმა ძმამ ბუჩომ ახსენა რომ სტილისტურად ხაბიბი და მერაბი ესეთი მებრძოლი ეს ორი მებრძოლი არის ხო მგონი შენი სტილისტურად ფავორიტი კი უფრო ხაბიბი რა აი ხაბიბი კონორის ბრძოლა რომ იყო აი მაშინ ახალად მაშინ დავიწყე MMA და აი მაგათი ბრძოლა კი იცი რა აი ჩემი ფავორიტი იქნებოდა 16 წლის თუ რაღაც ხო თავიდანვე არ გევასებოდა კონერი ხო შენ კი ანუ კი კონორია მევასება და უბრალოდ ანუ ხაბიბის აი ეს რაღაცნაირი ის რა დინჯი და რავი მაინდა-მაინც რო ის არისო რა ტრიპაში კი ხო და ფაფახით რო გამოდიოდა და რაღაც ეს ვინ არის და რა ის კონორი რო ლეგენდაა ყველა მიცის და MMA-ის მაკინა გამომდინარე ასე ტონეზე მე კონერი არ მევასებოდა თავიდანვე რა იმიტომ რომ ძალიან შოუ-ოფი მასტირო იყო ხო ზე ხარ ვერს რო ბაზრობს და იმას ვიზამ და და რაღაც ტრიპაჩა ხო აზე ხარ რა კი ასრულებდა რა ეხა შეიძლება ილიაზეც ეგრე იფიქროს ვიღაც იმიტომ რომ ილია იძახის და აკეთებს და თავიდან კონერიც ეგრე შვებოდა იძახდა და აკეთებდა რა ანა არ მევასებოდა რა ანა მე რო დამარცხდა პირველად რა აი მარცხის შემდეგ უფრო მომეწონა მე რა აუცილებელი რაღაცა არის ხო და აი მეორე ნეიდიაზის ბრძოლაზე უკვე მინდოდა რომ მაგას მოიგო რა და პირველზე არა ხო ასე აუცილებელი რაღაცა შენდის თუ ნახე ნეიდიაზის ბრძოლა ბოლო მაიკ პერისთან ძალიან რთული ის არის რაღაცა რა ეგეთი ცალმხრივი რაღაც უყურებ ხოლმე ისე ანუ თითქოს ყოველ კვირას არის ხო დიდი ევენთები რა ანუ ხო მაგრამ არა ხო არა ანუ რა მომენტები გახსოვს რა რომელსაც აი უყურე რა ლაივში რომ ამას ეს არ გაიმაზებოდა დარწმუნებული ვარ ჩვენი ტიტულების ბრძოლებს უყურებ ხოლმე ხო ალბათ თუ მაგასაც არის ილიას გამარჯვება ხო პირველი მერაბიმ შონომალი ხო ანუ მარტო ტიტულებს თუ ჩვენები რო გამოდიან მაინც უყურებ ხოლმე რა კი ყველას ხო ანუ ჩვენები თუ არიან ლაივში უყურებ ხოლმე ხო ხო ძალიან მაგარია რა ეხა ველოდებით მაგრამ რა თქმა უნდა ყველა რა თეთრ სახლს რა და არა უცა ანუ მაგარი იწევა მაგრამ ო წარმოიდგინე იქ რა იქნება თან ორ შაბათს არის რო ორ შაბათს ცოტა დაბრეული ვარ აპოჩი არის ორ შაბათს ხო ასე ხარ სამსახური მიწევს და იმას რა უნდა დაურეკო ხო ასე ხარ რომ დღეს ვერ მოვდივარ ავათ ვარა რაღაც უნდა ხო ясно ეხა ამას ეს ხო არ გაიმაზება ეხა ჯუ ამას ვინ გამაზავს ამას ეხა MMA-ის ფანი ხო შანსია რა სამსახური კი არა ცოლი რო ფეხბურთით ვიყოს შეიძლება არ მივიდე არა ხუმრობ მივალ ოღონ ტელეფონში ჩართული მექნება ყველას რო ესეთი დიდი ფავორიტი მიაჩნია ილია რა ანუ ეთანხმები იმიტომ რომ თვითონ ილიამაც თქვა რომ რაღაც ძალიან ისე უყურებთ თქვენ ჯასტინ გეიჩისო რა ხო აი ნაღდა და რა ხელწამოსაკრავი ჯასტინ გეიჯი ხო და ქაოსი ხდება ხოლმე და რა იცი რა ხდება ხო მართლა ბრძოლაში ბრძოლა მაინც და როგორ ხედავ მაინც ჯუბამ ბრძოლას რა საინტერესო არის რა და იქნება +1 რაუნდი
თუ მოგვარდება ადრე ყველაფერი, მაინც შენ როგორი გზნობა გაქვს, ან სტილისტურად რო რას ვნახავთ? მე ვფიქრობ რომ ანუ ჩემი აზრი ახლა ილია მაინდა-მაინც სივრცეს სულ ავიწოვებს, სულ აწვება წინ. Justin Gage უფრო დისტანციაზე დარჩება და ჩემი აზრით იქნება კი +1 რაუნდიც. ძალიან საინტერესო. დო ჯასტინმა გონია ახლა მოусმინე რომ მე პირიქით მე უნდა მივაწვევო რა, კაროჩე ილიასო რა. და ვნახოთ რა. ისე როგორი სალაისა low kick-ები აქვს ჯასტინს და ილიასაც ძალიან მაგარი low kick-ებია რა. ძალიან მაგარი low. ძალიან ანუ ილიას უფრო მძიმე low kick-ი რა. მე მახსოვს Justin Gage ხაბიბს რო უტარებდა low kick-ებს ძალიან ეფექტური იყო რა. დაჟე მეგონა რომ კიდე 1-2 ეგეთი და ხოაზე ხარ შეიძლება ვეღარ ანუ ზუსტად აი მაგ low kick-ების მერე ანუ შევიდა ფეხში რა მანამდე უეჭარცუქია. კი. სტილისტურად როგორ შეადარებდი ახლა ცარუკიანს? ანუ ყველა იძახის რომ ცარუკიანი რეალურად არის ყველაზე რთული მაჩაპი ახლა ილიასთვის რა, ცარუკიანი. აი ვაუში არ რთული მასი რა, ჩემი აზრით ან Justin Gage უფრო მარტივია. ხო, ეგეც მსმენია ჩვენებისგან რა და თვითონ მასიურ ანუ ამერიკულ ფანებისგან ისე თიხმაურია რომ ცარუკიანი არის ხო აზე ხარ ხა ვინც არის და ყველაზე დიდი ბრძოლა და მე ვფიქრობ რომ ანუ ეს ამ გამარჯვების შემდეგ ცარუკიანთან ერთი დაცვა და მე უნდა მიცენ ილიას რაც უნდა ის რა და ხო ვიცით რაც უნდა რა ხუჩაზე მეცინება ხოლმე რა ხო იცი ხუჩას ის აზროვნება მაგაზე რომ დაანებეთ რა თავი რა მას რა წავიდა კაცი რა წავიდა და არებეთ თავი არ უნდა უანამდე კარიერა არ დაასრულა მაგან იქაც ეყოფა კვლელები ყავსი ტოპ 5-ში და რაღაც შენა ის რო იყო ჩამოსული მაშინ ბათუმში იყავი ხო შენა ალბათ იანგარი ხო მახაჩევთან მომზადებაზე გორში რო იყო რა ხო ახლა ხო გორში ამირანისთან მე საფრანგეთშიც ამირანთან მაგ ბრძოლას როგორ ხედავ აქ შანსი გარის მახაჩევთან რავი მახაჩევია ჩემი აზრით გადაუვლის როგორც ის ჯეკ დენასის კი მგონი იმაზე ბევრად უფრო რთული ბრძოლა იქნება ჯედელა მადალენაზე რა ის გარი რა იმიტომ რომ ground game უკეთესი აქვს და უფრო რთული საპონელი არის ფეხზე რა სულ რაღაც footwork-ით ისე მოძრაობს ხო ასე რთული დასაჭერი არის რა და ისე მაგარი ბრძოლა ყველაზე მაგარი ბრძოლა იქნება აი პრატესი მახაჩევი ძალიან მაინტერესებს მართლა რა ძალიან მაინტერესებს რა უნდა მოხდეს რომ ეგ ბრძოლა ნახოთ აბა ანუ შემდეგი ხო უეჭველი არ არის პრატესი ანუ პრატეს მოუწევს ხა ვიღაც ხო უეჭველი მოუწევს ვიღაც პრატესი ძალიან მაგარი სანახაობრივი მებრძოლი არის და შენ დივიზიონზე რას ფიქრობ ბუჩ ჯუბ შენ დივიზიონზე მაგრამ მაინტერესებს ხა რა ძალიან აირია კი არა ხო შეიცვალა რაღაც სხვადასხვა კარტები რაღაც პანტოჟას მერე აუ იმან რაქნა რა ვანმა რაქნა და ენათაც გადაუარა მე არ მეკონა რა რომ მაგას მოიგებდა დაცურასთან რა ან მაგრამ სიმონ ხო ნაღდათან არ მეგონდა მე პანტოჟა მაინც ჩემი ფავორიტი არის რა მონადირე არის რა ხო ძალიან მაგარია შენ თუ ყავს რა ისეთი ანუ flyweight-ი შენი ყველაზე ფავორიტი flyweight-ი ვინ არის რა ვინ წარსული იყოს გინდა ხარ რა აი მორენოს აიჩენ ანუ ვაკვირდებოდი სულ რა ან მაგარის მორენოს კი მაგარი ცოტა ისეთი პერიოდი აქვს მაგრამ მორენოს ლიერესი ხო ბოლოს გონი კავანასთან იჩხუბა ხო ერთი მოკლედ მორენოს
საამაყო კარიერა აქვს რა, რაც არ უნდა მოხდეს აწი უკვე მისი სახელი ყოველთვის შეტანილი იქნება მაგ დივიზიონში ერთ-ერთ უძლიერეს მებრძოლად რა. და გაკ თუ არა რაღაც მას მოძახე რა. ანუ წარმოგიდგენია თუ არა და აძლევ თუ არა შენ თავს იმას რომ ანუ შენ უკვე ხარ მან და აი შენ თავს თუ ხედავ რა მაგ შორის რა ტოპ 5-ში, ტოპ 10-ში აი ვინც არიან იქ UFC-ში დღესდღეობით რა flyweight division-ში. იმიტომ რომ ეს არის მისია, ხო? გუშინ წერდი კაკრას გოჩას რომ აუ ამ ჯოშუავანთან მაჩხუბა ეხა მეთქი სამ რაუნდიაში. გადაუვლიდი მეთქი რა. 3 რაუნდი რატო გინდა? ანუ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ანუ 5 რაუნდიანი ისეც არ მაქვს ნაჩხუბი არასდროს იმედი მალე იქნება. აზრი არ აქვს რა. გინდა 3 იყოს, გინდა 5. ძალიან მაგარია მართლა ჯოშუავანი, მაგრამ კი, ძალიან მაგარია, მაგრამ ვთვლი რომ აი ჩემი და მაგის დოლარო შედგეს, აი სტილისტიკურად მართლა საჩემო ტიპია რა. შენა მოკაევზე რას ფიქრობ? მოკაევი აი ისე გული კი დამწყდა რა, მაგი UFC-დან გაუშვეს, აი ველოდი მართლა. ანუ რო არ გაეშვათ UFC-დან, ალბათ ეხლა იგი იქნებოდა რა. და მანელ კაპთან ბრძოლის შემდეგ გაუშვეს მანელ კაპის ბრძოლის შემდეგ. ოთა შორის აი ცოტა ახლა სტილისტიკურად ისე ბრძოლებს ურჩევენ, მაგრამ UFC-დან რაც წავიდა იმის მერე დაიწყო დგომში ჩხუბი და აი ხო იცი ახლა მაინდა-მაინც მოჭითავები რო არ ვიყო. და რას ფიქრობ მაგაზე რა, რომ ვალდებულში აგდებენ თითქოს რა მებრძოლებს რა, რომ სტილი შეცვალონ რა. ეგრე გამოდის არა? ალბათ, კი. და რავი რა, მე ძალიან არ მოწონს იმათ რომ გითხრა რა. ხო რა. მერაბიც რომ იმას საჩხუბა პიტერ იანს ძალიან ისე არა კი ჭი რომ ვერ იტყვი რომ არ იჭიდავა, მაგრამ არა რაღაც გვიან რა, ხო ძალიან ხო? ხო, ანუ ის დგომში როცა ანუ ატარებ რა, იმას მერე უკვე ცოტა ისეთი ხანაერად იღლები მერე, ხო? ეგმა არა, ხო რა ეგ. და რას გაუძლო ის ღვიძლში რო გაუძლო ქიქი და ძალიან მაგარი გამძლეობა. აი ეს ძალიან დიდი ბრძოლა არის რა. ჩემი აზრით ეს მესამე ბრძოლა პრინციპული არის მერაბისთვის რა. ეს რომ მერაბი ისევ გადაუვლის მერაბი რა. ამინ. ეს არის როგორ იცი? აი ხა რომ უკვე რა ბაზარი მიდიოდა მერაბზე ხო იცი რომ სამი დაცვა ჰქონდა თუ რაღაცა რა და უკვე იძახდნენ რომ აუ მერაბი არის ყველაზე მაგარი ბანთამოითო დაჟე დომინიკ კრუზეც მაგარი არის, იმიტომ რომ მერაბი და დომინიკ კრუზე იყო საუბარი, ვინ უფრო მაგარი არისო და უკვე ბევრი იძახდა რომ არა მერაბი არისო გოუთიო, ახან სხვა პერიოდი არისო, ახან სხვა დრო არისო, უფრო განვითარებული არისო MMA-ო რაღაცა და ეხა რომ თუ დაამარცხა ისევ და დაიბრუნა, ვაუ. ძალიან მაგარი გვახარებს რა თქმა უნდა და ოფიციალურად ალბათ გოუთი იქნება რა. ბანტამვეიტში და ხო, ნუ მაგ ბრძოლას ველოდებით ძალიან და კიდე თუ არის ახლა მან რა ხდება რა თქვენთან. რკენაზე ვიცით სხვა ორგანიზაციები საქართველოში, ანუ როგორ ატყობ ხა შენი აზრით რომ როგორ მიდის რა განვითარება რა, იმიტომ რომ რკენა ძალიან დიდი მაგარი ნაბიჯი არის და ლოკალურ სცენაზე გაიზარდა ხო MMA საქართველოში. ძალიან მაგრად რა ვიცი. აი მესამე ივენთი ჩაატარეს და უკვე ისეთი არც წარმომედგინა მართლა რა, რკენა პირველზე რო გამოვდიოდი, აი მეთქი სად ვარ რა, UFC-ის ზონის არის მეთქი ეს რა მაგარი რაღაცა ქონია ჩვენ არა, სულ არ გაჭირდება გასვლა არც პოლონეთში, არც იქ ბარეინში, არც ხო ჩადიხარ აი Fight Week-ში წინა 2-3 დღით ადრე ჩადიხარ იქ სასტუმრო იქ ის ანუ ყველაფერი ისე დალაგებული რა როგორც UFC-ში არ ჩამოხარდება ძალიან მაგრად აქვს დალაგებული მართლა და ხელები ამიწევია რა მაგრად აკეთებენ ყველაფერს
შენა საზღვარგარეთ ბრეივში იყავი, ხო მგონი? ბრეივში კი, short notes-ი რო ავიღე მაშინ. ეგ სად იყო? ჩინეთში. და მე ვერ გნახე აზზე ხარ. შემდეგში არა უშავს. ქალაქში არ მახსოვს. ხო, იქა, ვიცი. თაიუანში არის მგონი. თაიუანში არა, ჯენგჯოუში არის. ხო, ჯენგჯოუ. ხო, JCK არის თაიუანში და ეს არის ბრეივი არის ჯენგჯოუში. იმასავით რო არის, თეატრისავით რო არის. სცენასავით არის რა, თეატრი. ანუ გვალში არ არის მარტო ერთი მხრიდან რო არის რა. ხო. მარტო ერთ მხარეს არის. აი მანდ ვიყავი იმაში კუთხეში რა, ბიძოსთან რა. გავაშელთან. შავრაოთ, ეგ იყო ჩემი პირველი კუთხე. ანუ როგორ მოხდი იცი კუთხეში აზე არ ვიყავი. ჩავედი უბრალოდ ხოაზე ხარ რა, გუშევატკივრა და უცებ კუთხეში გავიჩიტე. ხოაზე ძალიან ისე სიგიჟე იყო რა და მის მერე რავი, Bravey, JCK. ეხა სად ვიყავით კაცო? One Championship-ი და რავი, ჩემი შემდეგი ის არის, ხოაზე ხარ, კენა რა. კენა არ გაიმაზება კენა. კენა 4. აბი. და მერე ხოაზე ხარ UFC-ში ვიქნები კიდე ერთად ყველა რა, ხოაზე ხარ. ეს არის ჩვენი road to UFC რა, ნელ-ნელა ხოაზე ხარ. ძალიან მაგარია, ძალიან დიდი მომავალი გვაქვს, როგორც ერს, ჩვენ როგორც ინდივიდუალს და ჩვენ როგორც ერს ძალიან მაგარი მომავალი გვაქვს ამ სპორტში. ჯუბ მოკლედ გისურვებ მალე დაბრუნებას რა და რო ის გვაჩვენო რა ის იკეთებაც შენ ყველაზე ძალიან გიყვარს რა და კიდევ ერთხელ შევახსენებ ხალხს რომ დღეს ჩვენთან იყო უძლიერესი ქართველი პრო MMA მებრძოლი ჯუბა ბერიძე ბათუმი Fight Academy-დან Fight Hop podcast-ის 260 ეპიზოდზე YouTube-ზე, Spotify-ზე და Apple Podcast-ზე ჩვენ ვართ პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნება Fight Hop-ი ჯუბ, გინდა ვინმე მოიკითხო? ყველას მოვიკითხავ გულში მატკივარს ხალხს და რა თქმა უნდა ჩემს გუნდს ბათუმი Fight Academy-ას ძალიან მიყვარხართ გულში ხართ ყველა. ჯიგარი ხარ. მადლობა ძალიან დიდი თქვენ. ჯიგარ. You tune into the Kartwelians on the Fight Hop podcast. Fight Pod.